რომელია მსოფლიოში ყველაზე დიდი სექტა და საიდან აქვს ამდენი ფული. ეს არის ჰანა ნილმანი, რომელიც ოცნებობდა ბალერინობაზე და იმდენი იშრომა, რომ საბოლოოდ მიიღო სტიპენდია ჯულიარდში. ჯულიარდი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბალეტის კოლეჯი ამერიკაში, ნიუ-იორკში და იქ მოხვედრა ურთულესია. თუმცა ბოლო კურსზე ოცნების სახდენიდან რამდენიმე თვეში მას ხელს სთხოვს დენიელ ნილმანი, რომელთანაც ურთიერთობა სულ რაღაც 2 თვის დაწყებული აქვს. მიყვება ცოლად, ანებებს თავს ბალეტს და დღეის მონაცემებით უკვე მერვე შვილს სრდის. ამის პარალელურად მუშაობს ფერმაში და ყოველდღიურ ცხოვრებას აქვეყნებს TikTok-ზე. თუ ამ პლატფორმის ხშირი მომხმარებლები ხართ, მაშინ დიდი ალბათობით გეცოდინებათ მათი იდეალური ოჯახური ვიდეოები. ზაფხულში ჰანა ინტერვიუს აძლევს The Times და აქ ყველაფერი იცვლება. ქალი ამბობს, რომ 12 წლის განმავლობაში აჩენს შვილებს და აქედან მხოლოდ ერთხელ გაიკეთა ეპიდურალური ანესთეზია, რამაც საგრძნობლად შეუმსუბუქა პროცესი. და ეს გამონაკლისი მოხდა მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ქმარი არ ესწრებოდა მშობიარობას, რადგან არ იმყოფებოდა ქალაქში. ამას დაემატა კიდევ მისი ქმრის დენიელის ინტერვიუც, რომელშიც ამბობს, რომ მისი ცოლი ზოგჯერ ისე იხლება, რომ მთელი კვირის განმავლობაში ფეხზე ვერ დგება და წევს. ის წინააღმდეგია ძიძის, შესაბამისად 8 ბავშვს უნდა მიხედოს. მხოლოდ მისმა ცოლმა პარალელურად დაალაგოს სახლი, გაამზადოს საჭმელი, იმუშაოს ფერმაში და ამაში არავინ არ უნდა დაეხმაროს. ინტერნეტ სივრცეში ამ ინტერვიუებს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ხალხს შეეცოდა ჰანა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ისინი მორმონები არიან, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ამიტომ განვიხილოთ, ვინ არიან მორმონები. როგორ ცხოვრობენ ისინი თანამედროვეობაში, კვლავ სჯერათ თუ არა მრავალცოლიანობის აუცილებლობის და იმის, რომ შავკანიანი ადამიანების ფერი განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ღმერთთან წინააღმდეგ ბრძოლაში ისინი ეშმაკის მხარეს იყვნენ. აქვე მინდა გითხრათ, რომ მე არავის რელიგიას არ ვუყურებთ ცინიკურად და თუ ზოგიერთი ფაქტი თქვენში გაურკვეველ ემოციებს აღძრავს, გახსოვდეთ, რომ რელიგია უბრალოდ ბრმა რწმენაა. მორმონიზმი იგივე უკანასკნელი ჟამის წმინდანები რელიგიური მიმდინარეობაა, რომელიც დაარსდა ამერიკაში 1830 წელს ჯოზეფ სმითის მიერ. მათ სწამთ ღმერთის, წმინდა სულის და იესო ქრისტესი. ბიბლიასთან ერთად კითხულობენ მორმონთა წიგნს, რომელიც დაწერა თავად ჯოზეფმა. 14 წლის ასაკში პატარა ბიჭმა დაიწყო ფიქრი იმის შესახებ, თუ რომელი რელიგიაა ჭეშმარიტი. ზოგადად 19 საუკუნის დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში იწყება რელიგიური გამოღვიძება, ეგრეთ წოდებული მეორე გამოღვიძება, რასაც წინ უძღოდა ინდუსტრიალიზმი. ამ დროს ხალხი დიდ დროს უთმობდა მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინდივიდუალიზმს, ეძებდნენ უფრო რაციონალურ პასუხებს და მეორე გამოღვიძებისას პირიქით, მიუბრუნდნენ სულიერებას და დაიწყეს ფიქრი იმის შესახებ, თუ რომელი რელიგიაა ჭეშმარიტი. ამ დროს ყალიბდება ბევრი რელიგიური განხრა, როგორიც არის პროტესტანტული, ბაპტისტური, მეთოდისტური და ასე შემდგომ. 14 წლის ჯოზეფი მიდის ტყეში, რათა ილოცოს და აქ ეცხადება ღმერთი, რომელიც ეტყვის, რომ სწორედ მან უნდა აღადგინოს ჭეშმარიტი სარწმუნოება. მას არავინ უჭერებს. გადის წლები და ახლა უკვე ეცხადება ანგელოზი მარონი, რომელიც უყვება გრავირებული ოქროს ფირფიტების შესახებ, რომლებიც უნდა იყოს დამარხული მის სახლთან ახლოს. დოუსინგის ხერხით, რაც უძველესი პრაქტიკაა ენერგიების, ობიექტების და ინფორმაციის დასადგენად, ბიჭი იწყებს ფირფიტების ძებნას. მიჩნეულია, რომ ეს არის ფსიქიკური უნარის ფორმა, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს მიიღოს ინფორმაცია გარემოდან ან ქვეცნობიერიდან. ხშირად გამოიყენებოდა წყალქვეშა წყაროების მინერალების მოსაძებნად. მისი თქმით, 4 წლის შემდეგ ასე მიაგნებს ოქროს ფირფიტებს და 2 კენჭს. დაიწყო ამ ოქროს ფირფიტების თარგმნა, თუმცა არც წერა იცოდა და არც კითხვა. იღებდა 2 კენჭს, აწყობდა ქუდში, დებდა თავს და ხალხს კარნახობდა რა უნდა დაეწერათ. თავიდან ამაში მისი ცოლი, შემდგომ კი მარტინ ჰარისი ეხმარებოდა. აქ უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ მარტინ ჰარისის ცოლს არ სჯეროდა ჯოზეფის და ქმარსაც მის შარლატანობაში არწმუნებდა. მეტიც მან ერთხელ სთხოვა ჯოზეფს, რომ ეჩვენებინა ეს ოქროს ფირფიტები, რათა დაეჯერებინა მისთვის, თუმცა მან უპასუხა, რომ ღმერთს არ მიუცია უფლება, რომ ყოველთვის ეჩვენებინა. აგრძელებდნენ თარგმნას. 116 გვერდის დაწერის შემდგომ ხელნაწერი იკარგება. არსებობს რამდენიმე ვარაუდი. ერთ-ერთის მიხედვით მარტინ ჰარისმა ხელნაწერი წაიღო სახლში, რადგან ეჩვენებინა ცოლისთვის, რომელმაც დამალა იმ მიზნით, რომ შეემოწმებინა რამდენად რეალურად თარგმნის ჯოზეფი და შეძლებდა თუ არა იგივეს გამეორებას. ხელნაწერთა გაქრობის ამბავმა ძალიან გაანაწყენა სმითი. მან ეს ღმერთის რისხვად მიიღო. ამასთანავე განაცხადა, რომ დაკარგა თარგმნის უნარი და ანგელოზმა მარონმა უკან ზეცაში წაიღო ოქროს ფილები. ბოროტმა ხალხმა მოიპარა უფლის სიტყვა, ამიტომ იგი ანალოგიურ თარგმანს აღარ გააკეთებდა, თუმცა მორწმუნეებამდე მაინც მიიტანდა უფლის სიტყვას.
საბოლოოდ წიგნი ითარგმნა, დაერქვა მორმონების წიგნი. მორმონი მისი მიხედვით იყო უძველესი წინასწარმეტყველი, რომელმაც დაწერა ტექსტი ამ ოქროს ფილებზე. ეს იყო ქრონიკა მისი ხალხის შესახებ, იმ ხალხის, რომელიც გამოაძევეს ისრაელიდან ამერიკაში. სტრუქტურით გავს ბიბლიას. ახლა განვიხილოთ მრავალცოლიანობის საკითხი. ჯოზეფი ამბობდა, რომ ყველა ქალი, რომელსაც ცოლად მოიყვანდა, იყო მისი ხვედრი. ცხადია ღმერთისგან. და ეს მაშინ თქვა, როდესაც ცოლმა შეუსწრო 16 წლის ოჯახის დამხმარე გოგონასთან. მეუღლეს განუცხადა, რომ ეს ღმერთმა სთხოვა, თუმცა ქალი გაბრაზდა და ოჯახის დამხმარე გოგონა სახლიდან გააგდო. ამ ფაქტს ჯოზეფი არ შეუჩერებია და ჯამში მას 30-მდე ცოლი ჰყავდა. მორმონების რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, რაც ქრისტიანებს არ მოსწონდათ. ამას ემატებოდა ის, რომ ჯოზეფი უკვე პოლიტიკაში ცერეოდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, 1854 წელს 38 წლის ასაკში სმითი მოკლეს. საქმე გააგრძელა ბრიგამ იანგმა, რომელმაც ჩაუყარა საფუძველი BYU უნივერსიტეტის, რომელიც შტატ იუტაში მდებარეობს. ეს დღემდე მორმონების სასწავლებელია. აქ მიიღო განათლება ჩვენმა ბალერინამაც, მისმა მეუღლემაც და ბინდის მწერალმაც. რადგან მოსახლეობა უკმაყოფილო იყო მორმონების ცხოვრებით, მრავალცოლიანობით და სხვა მათთვის მიუღებელი წესებით, ბრიგამ იანგმა გადაწყვიტა იუტაში გადასახლება. ადგნენ მორმონები და ყველა ერთად წავიდა ახალი ტერიტორიის ასაღებად, სადაც მკვიდრი ამერიკელები ცხოვრობდნენ. ცხადია იყო სისხლისღვრა და სისასტიკე. ამას დაემატა სამოქალაქო ომიც, რადგან ამერიკელებს არ სურდათ მორმონების მიღება. საბოლოოდ მათ მოუწიათ მრავალცოლიანობის საკითხის დათმობა, თუმცა ეს მხოლოდ ფორმალობა იყო. დღემდე არსებობენ ამ სექტის წარმომადგენლები, რომლებსაც რამდენიმე ცოლი ჰყავთ. დღეს ამ შტატის 70% მორმონია, მსოფლიოში კი 17 მილიონი მიმდევარი ჰყავთ. ახლა კი ვნახოთ, რის ჯერათ მორმონებს. მათი რელიგიის მიხედვით არსებობენ ღმერთები, რომელთაგან ერთ-ერთი ბოლო არის ილაჰიმი, რომელიც გაემგზავრება სხვა პლანეტაზე, რადგან იპოვოს ჭეშმარიტება. დაბრუნდება უკან, მოიყვანს ცოლებს და გაუჩნდებათ მრავალი შვილი. მათ სწამთ, რომ ჩვენც ღმერთები ვართ, რადგან ვართ მათი შვილები და დედამიწაზე ვართ გამოგზავნილი გამოცდის ჩასაბარებლად, რათა ვიპოვოთ ჭეშმარიტი გზა. როგორ მოხდა ეს? ილაჰიმს ხო გაუჩნდა ბევრი შვილი, მათგან ერთ-ერთი იყო იესო და ლუციფერი. გადაწყვიტა შეექმნა პლანეტა, სადაც შვილებს გაუშვებდა გამოცდის ჩასაბარებლად, რათა მათ სწორი ჭეშმარიტი გზა ეპოვათ. იესოს მოეწონა ეს აზრი და მამას უთხრა, რომ დიდი სიამოვნებით ჩავიდოდა ამ პლანეტაზე და ხალხს დაეხმარებოდა სწორი გზის პოვნაში. ამის გაკეთება მოუნდა ლუციფერსაც, უბრალოდ მას სურდა, რომ ჭეშმარიტი გზა პირდაპირ ეჩვენებინა ხალხისთვის. თუმცა ისე მოხდა, რომ იგი გაიგზავნა დედამიწაზე გამომცდელად. მას ეს როლი არ მოეწონა და ომი დაიწყო მამის და მის გვერდში მდგარი იესოს წინააღმდეგ. ძალა გაიყო ორ ნაწილად. ყველა, ვინც ლუციფერის მხარე დაიჭირა, გადაიქცნენ ეშმაკებად, ვინც იესოსი და ილაჰიმის გამოიგზავნენ დედამიწაზე გამოსაცდელად. მორმონების ოჯახში დაბადებული ადამიანები ითვლებიან იმ ადამიანებად, რომლებმაც ამ ომში დიდი ღვაწლი გაიღეს. ნეიტრალები და ლუციფერის მხარეს ყოფნი დაიწყევლნენ და გაუხდათ მუქიკანისფერი. ანუ შავკანიანებს და ზოგადად მუქიკანისფერის ხალხს ეკრძალებოდათ ეკლესიაში შესვლა 70-იან წლებამდე. ახლა შეუძლიათ მორმონები გახდნენ. ევა არის ილაჰიმის ცოლი და აქ მას არანაირი ცოდვა არ ჩაუდენია. მომავალში ილაჰიმი შვილს აძლევს მარიამს, ანუ იბადება იესო და იგი არის ფიზიკური კავშირის შედეგი. ზოგი წყაროს მიხედვით იესოს ყავდა 3 ცოლი: მარიამი, მარიამ მაგდანელი და მართა. უჩნდებათ მრავალი შვილი, რომელთაგან მათ პირდაპირ მემკვიდრედ ითვლება ჯოზეფი. 30 წლის ასაკში იესო იწყებს ქადაგებას და შემდეგი ისტორია უკვე ყველასთვის ნაცნობია. მსხვერპლად გაიღებს თავს ხალხის ცოდვების მონანიებისთვის. სწორედ ეს ისტორია ეწერა ოქროს ფირფიტებზე. მორმონებს ჯერათ, რომ ქრისტე მეორედ აღდგება და ადამიანები გაიყოფიან 3 ნაწილად, იგივე 63 საფეხური. ვინც მოინათლა და ქრისტეს ქადაგებას მიჰყვა, მოხვდებიან ადგილას, სადაც იცხოვრებენ სამუდამოდ ღმერთთან ერთად. მეორე, ვინც ევანგელე არ მიიღო, მაგრამ მორწმუნეა და სიკვდილის შემდგომ მიიღეს იგი იმ ქვეყნად. და მესამე, ვინც არ მიიღო ქრისტემ. თუმცა აქედან აქვთ გასასვლელი მეორე სამეფოში თუ ირწმუნებენ უფალს. სწორედ ამიტომ ისინი ქადაგებენ თავის რელიგიას, რათა უფრო მეტი ადამიანი მოხვდეს პირველ სამეფოში. ახლა კი ვნახოთ, როგორ ცხოვრობენ მორმონები თანამედროვეობაში და საიდან აქვთ ამდენი ფული. მორმონები არიან პატრიარქალური წყობის. კაცი არის ოჯახის უფროსი და ისწყვეტს ყველაფერს. ბავშვობიდანვე მათ ასწავლიან იმას, რომ უნდა იშრომოს ოჯახისთვის და ეკლესიისთვის. ხოლო გოგონებს იმას, რომ უნდა გააჩინონ რაც შეიძლება მეტი შვილი, რადგან ამით მისცემენ სულებს გამოცდის ჩაბარების საშუალებას. ამასთან ქალი ყოველთვის უნდა გამოიყურებოდეს იდეალურად, რადგან კაცს მოეწონოს. ამის საუკეთესო მაგალითია ჩვენი ბალერინა ჰანა, რომელიც თავიდან ყველას ერთი უბრალო გოგონა ეგონა.
შემდგომ გაირკვა, რომ მისი ქმარი არის დევიდ ნილმანის შვილი, რომელსაც 5 ავიაკომპანია აქვს. ისინი მილიარდერები არიან, თავის მოვლასა და ნივთებში საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდიან. მაგალითად, ჰანას ძველებური საცხობი ღუმელი $30,000 ღირს. ჰანაც და დენიელიც იუტადან არიან. ახლა იქ 2 მილიონი მორმონი ცხოვრობს. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მორმონების ამოცნობა მარტივია, რადგან ისინი ერთმანეთს ძალიან გვანან. მათ ყველას აქვთ ქერათმა, ღია ფერის კანი, ცისფერი თვალები, სწორი კბილები, იდეალური სახის კანი, რადგან არ სვამენ კოფეინს, არ ეწევიან და არ იღებენ ალკოჰოლს. ქალები მოვლილები, ფილერები, პლასტიკური ოპერაციებით, იდეალური ტანით. ჰანას 8 დედმამიშვილი ჰყავს, მის ქმარსაც. დადიან ეკლესიაში კვირაში 3-ჯერ და შვილები აბარებენ DY უნივერსიტეტში. მალევე ქორწინდებიან და ქმნიან ოჯახებს. ბიჭები 18 წლიდან, გოგონები 19 წლიდან იგზავნებიან მისიებზე. ეს გულისხმობს იმას, რომ ეკლესია 2 წლით გზავნის დედამიწის ნებისმიერ წერტილში. დადიხარ კარდაკარ და ხალხს უყვები შენი რელიგიის შესახებ. ინფორმაციის ძიებისას სწორედ ამ მისიის შესახებ საკმაოდ საინტერესო ფილმს უყურე და თუ დაგაინტერესებთ, დამწერეთ მე კომენტარებში და გირჩევთ. მათი ეკლესია საკმაოდ მდიდარია, რადგან 1899 წელს ლიდერმა მოითხოვა შემოწირულობის გაზრდა, რაც იმას გულისხმობს, რომ ყველა მორმონს საკუთარი შემოსავლის 10% უნდა მიეცა ეკლესიისთვის. ეს დღემდე ასე გრძელდება. თანხის უდიდესი ნაწილი, რა თქმა უნდა, ხმარდება ქველმოქმედებას. თუმცა გარდა ამისა, ისინი დებენ აქციებშიც. შესაბამისად, მათი შემოსავალი აქედანაც სულ უფრო და უფრო იზრდება. მორმონებს აქვთ საკუთარი წესები ფინანსებთან დაკავშირებით, რომელსაც ეკლესიაში ასწავლიან. ანუ ისინი განათლებული არიან თანხის გადანაწილებისა და ინვესტიციის კუთხით. ამასთან ყოველთვის უდგანან ერთმანეთის ბიზნეს გვერდში. ისე შეიძლება ბევრი მორმონის შესახებ იცოდეთ. მაგალითად, პოლ უოლკერი, Imagine Dragons-ის სოლისტი დეინ რეინოლდსი, რაიან გოსლინგი, კრისტინა აგილერა. მოსმენელიდან გამომდინარე, ბინჩიც იპოვით მორმონებთან პარალელს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, ვისი დაწერილია, მით უმეტეს. ბელა თხოვდება საკმაოდ პატარა ასაკში და ყველაფრის მიუხედავად მაინც აჩენს შვილს. ხდება სამუდამოდ უკვდავი და აქამდე იგი კაცმა მიიყვანა. მორმონები სულ მზად არიან აპოკალიფსისთვის. ამიტომ მინიმუმ 6 თვის მარაგი აქვთ როგორც საკვების, ასევე ნივთების. როგორც გითხარით, არ იღებენ ალკოჰოლს, არ სვამენ კოფეინს, არც ჩაის, არც ყავას, არც არაფერს მათი შემადგენლობით და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი. ისინი ნათლავენ გარდაცვლილ ადამიანებს. მონათლული არიან ცნობილი ადამიანები, მეფეები, პრეზიდენტები, ზოგი წყაროს მიხედვით ნაპოლეონი და ჰიტლერიც კი. ეს წესი, როგორც მუქიკანის ფერის მქონე ადამიანების შემთხვევაში, ბოლო წლებში შეიცვალა და ახლა შეუძლიათ მონათლონ მხოლოდ ისეთი გარდაცვლილი ადამიანი, რომელსაც საგვარეულოში ჰყავდათ მორმონი. რა თქმა უნდა, ეს არის ზედაპირული მიმოხილვა მორმონების შესახებ და გელოდებით კომენტარებში. დაწერეთ, რა მოგეწონათ და რა არ მოგეწონათ მათი რელიგიის შესახებ.